დაგროვდა 10 წლეულების მანძილზე ძალიან დიდი რაოდენობის სამეცნიერო მასალა და ძალიან გამართული სტატისტიკა, რომელსაც წყალი არ გაუვა, რომ მსუბუქი ნარკოტიკები, როგორც არის მარიხუანა, მინიმუმ იმაზე უფრო მძიმე არ არის, ვიდრე ეს არის ალკოჰოლი, ან კიდევ თამბაქო, ეს მინიმუმ, ისინი გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანები არიან ადამიანისთვისაც და სოციალური გარემოსთვისაც. ამიტომ ცოტა გაუგებარი არის ჩვენაირი სახელმწიფოების და ჩვენაირი მთავრობების ასეთი სიჯიუტე, როდესაც არ ხდება ლიბერალიზაცია და არ ხდება დეკრიმინალიზაცია. არც ერთი სადამსჯელო ღონისძიება არ შეიძლება იყოს პრევენცია რამის. ეს შეუძლებელია და სამყაროს ლოგიკა ამას ანახებს. კრიმინალური სტატისტიკაც ანახებს, რომ ჩვეულებრივ არანარკოდამოკიდებული ადამიანების ასე ვთქვათ, კრიმინალური კოეფიციენტი გაცილებით უფრო მაღალი არის, ვიდრე ნარკოდამოკიდებულები ადამიანებისა. ეს მე მგონი ნარკოტიკებთან იმდენად კავშირში არ არის, რამდენადაც თავისთავად ადამიანი დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე. მას შეიძლება დაერთოს რიგ შემთხვევებში, რომ ის არის ნარკოდამოკიდებული ან არ არის. ამიტომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შეჭიდვა მე გაუმართლებლად მიმაჩნია იმ სამეცნიერო კიდევ ერთხელ ვიმეორებ კვლევებზე დაყრდნობით, რომელსაც არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო. ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი პარტია ნებისმიერი არჩევნების წინ ამბობს, რომ განსაკუთრებით მსუბუქი ნარკოტიკების, ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მინიმუმ უჭერენ მხარს, მაგრამ შემდეგ თავრობაში მოსვლის შემდეგ არაფერი იცვლება ხოლმე. სახელმწიფოს მაინც ეს ბერკეტი უჭირავს იოლი გზის ადამიანების კონტროლისა და მეორე მხარე არის ის, რომ თვითონ პოლიტიკოსებიც არ არიან დარწმუნებულები იმ სამეცნიერო მონაცემებში, რომელმაც შეიძლება ზურგი გაუმაგრონ და მოსახლეობას ელაპარაკონ. მარტივად შეიძლება მათი გადარწმუნება და არამოტყუება, არამედ თქმა, რომ ეს არ არის ესე და სიგარეტს ან თამბაქოს ან კიდევ ვთქვათ, ალკოჰოლს გაცილებით უფრო ცუდი შედეგები შეიძლება მოქონდეს ინდივიდისთვის და სოციუმისათვის. ადამიანები, რომლებიც სვავენ მაგალითად ალკოჰოლს პერიოდულად და არ არიან ალკოჰოლიზმით დაავადებულები, ისინი არ შეიძლება იყვნენ, ისინი არ შეიძლება მოიხსენიოთ როგორც დაავადებულები. ამიტომ ერთ ქვაბში ჩვენ ყველას ვერ მოვხარშავთ. საერთოდ ისიც ეჭქვეშ არის, რომ რამდენად ქიმიურად ეს დამოკიდებულება არის და შესაძლებელია ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც იყოს, მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ვიღაცა ადამიანი არის დამოკიდებული, მაგრამ არსებობს უზარმაზარი სპექტრი ადამიანებისა, რომელიც პერიოდულად მოიხმარენ, აბსოლუტურად საღი წევრები არიან საზოგადოების და მათვისაც ამ ერლიკის მიწებება არის აბსურდი. თუ ვინმეს უნდა რომ სახელმწიფო პროგრამა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციის შესახებ, ეს უნდა წავიდეს პარალელურ რეჟიმში მისი დეკრიმინალიზაციის ფონზე. ვერასოდეს სახელმწიფოს ვერ ექნება ინდიკატორი, როდესაც ის იტყვის, რომ მე მზად ვარ უკვე და ეხლა გავაუქმოთ. ეს არის პარალელური პროცესი და საერთოდ ნებისმიერი კონტროლი, თუ მაინც და მაინც კონტროლი არის საჭირო, კარგი არის ლეგალურ ფარგლებში. თუ ამის ლეგალიზებას აკეთებ, შენ მისი კონტროლის საშუალებაც გაქვს, თუ მაინდა მაინც კონტროლზე არის ლაპარაკი. აბსურდად მიმაჩნია, როდესაც ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანები არ არიან მზად რაღაცისათვის. ეს არის ძალიან მიზანთროპული საერთოდ წარმოდგენა. საზოგადოება ყოველთვის არის მზად მიიღოს ახალი, თუ ეს არის გამართული და ლოგიკური. გარკვეულ ნაწილს საზოგადოებისას მე ვთვლი, რომ უნდა ეს სწრაფად და ძალიან კარგია, რომ სწრაფად უნდა. ეს შეიცვლება.